მაცხოვრებლებს აწუხებდათ კანალიზაციის პრობლემა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გადაუჭრა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია GVP-სთან, რომლის საკუთრებაში შედის ეს სისტემა. Გვქონდა კომუნიკაცია, შევთანხმდით და უკვე შეთანხმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მათ დაიწყეს რეაბილიტაცია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია. ფაქტიურად სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემა მთლიანად იცვლება, ახალი კეთდება, ერთება ცენტრალურ სადენზე. ამით ფაქტიურად მოსახლეობას პრობლემა საკმაოდ სერიოზულად გადაეჭრება. კომპანია რუსთავის წყალმა, რუსთავის მერიასთან ერთად დაგეგმა ახალი 500 მეტრიანი წყალარინების ქსელის მონტაჟი. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს და დაგეგმილი გვაქვს პროექტის დასრულება სექტემბრის დასაწყისისთვის. 18 მიკრორაიონის მოსახლეობას წლების მანძილზე პრობლემა ჰქონდა საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა. დღეს ახალი ხაზი გადის ეს და უერთდება ცენტრალურ კოლექტორს, რომლითაც მთელი კანალიზაციის სისტემა დაერთდება ცენტრალურ კოლექტორზე და 18 მიკრორაიონის მოსახლეობას პრობლემა ამით მოეხსნება. ამ მიკრორაიონში მისი დაარსების დღიდან არსებობდა პრობლემა საკანალიზაციო სისტემის და მოსახლეობა ამით ძალიან იყო შეწუხებული და თუ რამე თხოვნა იყო ყოველთვის პირველი თხოვნა უკავშირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას. პროექტის დასრულების მერე ის პრობლემა რაც არსებობდა 18 მიკრორაიონში აღარ იარსებებს.